ჩვენ ვცდილობთ ძველი ფოტოების მიხედვით, ასევე მუზეუმში დაცული ექსპონატების და ასევე ოჯახებში ძველი ნივთებით მონაპოვარით ყველაფერი აღვადგინოთ და ცოტა ახალი სიცოცხლე მივცეთ ამ ყველაფერს და ამავე დროს ძველი იერიც და ძველი სახეც არ დავუკარგოთ. მე ვარ ანა ნინუა, თეატრის მხატვარი და ამავე დროს ვარ სამოსელი პირველის გენერალური დირექტორი. აქტიურად სულ რაღაც ექსკლუზიურად კეთდება ყველაფერი. სადაც არის თქვა ქართული ცოტა გათანამედროვებული მაგალითად რაჭული ახალუხი, რომელიც კოტონისგან შეიძლება ცალკე ჩვეულებრივად მოსაცმელად ჩაიცვა. ფერადოვნება არის აღმოჩენა პრინციპში ძალიან დიდი, იმიტომ რომ შავ-თეთრი ფოტოებიდან სამწუხაროდ ვერ ხედავ, ხო, რა ტიპის არის ის, რა ფერია, რა კოსტიუმია, როგორი არის. და რაც ნახეთ მე მუზეუმებში და თვითონ ოჯახებშიც აღმოჩნდა რომ ძალიან ფერადოვანი იყო თვითონ ქართული სამოსი და თან ამავე დროს ძალიან შერწყმული ერთმანეთთან და მისადაგებული. ქურთუკი მოგვიტანეს ხევსურული, რომელიც არ წარმომედგინა რომ ესეთი შეიძლება ყოფილიყო და გახდა ჩემი უსაყვარლესი ნივთი ერთ-ერთი. ჩვენი გუნდი შედგება დიზაინერებისგან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ქართული სამოსი, ძალიან დიდი ხანი მუშაობდნენ ამაზე და შეისწავლეს თითო ნიუანსი და ასევე ვაგრძელებთ შესწავლას. ეს არის, ვთქვათ, მამაკაცის ხაზზე მუშაობს სოფიო იმერლიშვილი, ქალების ხელმძღვანელობს მაია ჯგუბორია და ასევე ნაქარგობაზე ნინო ზედგენიძე, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ და ამავე დროს ერთად მამა ჩემი თემონინოა იყო ბევრი წელი რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მხატვარი, დამდგმელი მხატვარი და ამავე დროს დედაჩემი, რომელიც პროფესიით არქიტექტორია, მასთან ერთად მუშაობდა კოსტიუმებზე და ამიტომ ძალიან ბავშვობიდან ეს ჩემთვის ძალიან ახლო იყო. ხშირად ვიყავი უფრო პარტერში, რეპეტიციაზე, ძალიან ხშირად ვიჯექი მამას მივყავდი ხოლმე და ცალკე სამყაროა ის აბსოლუტურად. ვამბობ რომ ტვერი რო შეისუნთქა, უკვე всё დაავადდებია. ალბათ ბავშვობაში მეც ეს ტვერი შევისუნთქე თეატრის სცენის.